გამარჯობა, მეგობრებო, დღეს უნდა მოვამზადოთ ესეთი გემრიელი ვაფლის მილაკები. მე გავაკეთე ორნაირი კრემით, ერთი ნაღების კრემით და მეორე ჩვეულებრივი რძის კრემით. დაგჭირდება 4 კვერცხი, მწიკვი მარილი, 1 ჭიქა შაქარი, თქვენ შეგიძლიათ ცოტა მეტი დაამატოთ, 150 გრამი გამდნარი და გაგრილებული კარაქი, მე დავამატე ცოტა ლიმონის ცეკვა და ცოტა ლიმონის წვენით, ვანილი გავხსენებ ფქვილში და ფქვილი დაახლოებით ისეთი მასა, რომ მე ცოტა შემდგომ რძეც დავამატე, ცოტა სქელი გამომივიდა. მოკლედ სისქეს თქვენ დაარეგულირებთ და აღნიშნულ მასას ვაცხობთ უკვე ვაფლის ფორმაში. ზოგი ცოტა დამებრაცა. სულ დაახლოებით გამოვიდა 30 ცალი, ზოგი გავაკეთეთ ტოპრაკის ფორმის, ზოგი გავაკეთეთ მრგვალი, აქ ჩემი ბიჭებიც შემომიერთდნენ, ცდილობენ რომ იცალონ სამზარეულო და აგერ მეხმარებიან. ეს პროცესი ძალიან უყვართ, ძალიან ახარებთ. თან ცალკობენ ამასობაში. სულ ვაფლის ფორმაში ვაჩარებთ დაახლოებით 2 წუთი. მე ვამოწმებ ხოლმე რომ არ დამეწვას. როგორც კი ფერს შეიცვლის, უკვე მზადაა. გამოდის თავიდან ძალიან ხრაშუნა, ძალიან გემრიელი. მეორე დღეს ცოტა რბილდება, თუმცა გემრიელი მაინცაა. ეხლა მოვამზადე ნაღების კრემი. ნაღები, პრეზიდენტის ნაღები მქონდა, ჩავასხით გაციებულ, ცოტა ხანი საყინულეში შევდე თასი და მიქსერის ჩხირები. ამოვიყვანე ჯერ დაბალ სიჩქარეზე, შემდგომ მაღალ სიჩქარეზე, ვურებ განუწყვეტლი. სანამ ცოტა არ შესხელდა ნაღები. შემდგომ ვამატებ 1 ჭიქა შაქრის პუდრას. თუ თქვენ უფრო მეტად ტკბილი გინდათ, შეგიძლიათ ცოტა მეტი სიტკბო დაამატოთ. თუმცა ესეთი სიტკბო სრულიად საკმარისი იყო ვაფლის მილაკებისთვის, იმიტომ რომ თვითონ ვაფსაც აქვს სიტკბო. ნელ-ნელა ვამატებ კოვზით, რომ არ ამეჭრას და ვურევ განუწყვეტლივ. უკვე რომ შეიკრება კრემი, მზადაა, დიდი ხანი აღარ ვაგრძელებთ ქვეფას, რომ კარაქად არ გადაიქცეს. შემდგომ გადავიტან ასეთი ტოპრაკში, მოსართავ ტოპრაკში და დავიწყებ მილაკების დაკრემას. ეხლა მოვამზადე რძის კრემი, 1 კვერცხის გული, 1 ლიტრი რძე, 4 სუფრის კოვზის სახამებელი, შეგიძლიათ უქნათ კარტოფილი, შეგიძლიათ უქნათ სიმინდის და 5 სუფრის კოვზი ფქვილი. გავთქვიფე კარგად. 1 ჭიქა შაქარი, რა თქმა უნდა. შეგიძლიათ ჭიქა ნახევარი დაამატოთ, თქვენ სურვილზეა დამოკიდებული. გადავწურე რომ არ გაიყოლოს კუშტები, მოვხაშე დაახლოებით ადუღებიდან 5 წუთი, გადმოვიტანე, დავაფარე სამზარეულოს ცელოფანი, რომ თავი არ მოიხმოს და გავაციე კარგად. დაახლოებით 150 გრამი კარაქი ოთახის ტემპერატურაზე გავთქვიფე მიქსერით, ნელ-ნელა შევურიე რძის კრემი. რამდენიმე კოვზი და კარგად რომ ამოვიყვანე კარაქი და რძის კრემი, მერე სრული მასა გადავიტანე და ერთად ავთქვიფე. დავამატე ვანილი. მეორე კრემი უკვე მზადაა. გამოდის ძალიან ჰაეროვანი, ძალიან გემრიელი. ჩემ ბავშვებს რძის კრემით უფრო მოეწონათ ვიდრე ნაღების კრემით. მაცივაში მქონდა მანამდე
ვაფლის მილაკები და აგერ ჩემი ბიჭები ისევ მეხმარებიან დაკრამვის პროცესში, თან აგემოვნებენ თავისავე დაკრებილ ნამცხრობს. სახელდახელოა ძალიან უცბად მზადდება, იმ დღეში თუ არის ძალიან გემრიელი, მომზადეთ მეგობრებო, მარინანებთ გემრიელად მირთვით. ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.